სამთავრობო დირექტივების შესრულება რაც ხდებოდა და ჩემი გადმოსახედიდან ეს ხდებოდა რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ შუშის თვალებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე და უბრალოდ ტექნოკრატიულად მიუხედავად ამისა მაინც რაღაცა პროგრესი ჰქონდა ამას და ამ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება რაც უწევდათ მათ ხო წმინდად ვალდებულებებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ მათ ამის პოლიტიკური ნება ჰქონდათ იმიტომ რომ ეს კეთილდღეობის სახელმწიფოს და ღირსეული შრომის უფლებების და ასე შემდეგ ამის პოლიტიკური ნება ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში არასდროს არ არსებობდა და ეს თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების დადგენილებები მაინც აიძულებდა მათ რომ რაღაცა ელემენტარული სტანდარტები მაინც დაეწესებინათ ელემენტარული სტანდარტები მაინც შემოეღოთ ჩვენთან ამანაც რაღაცა გარკვეული ინსტიტუციური და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით პროგრესი მოგვიწევს აი თვითონ პოლიტიკურ ელიტას გულისხმობ ხელისუფლებას გულისხმობ რომელიც ანუ მათი თუნდაც ინტერვიუებს რომ მოусმენდიან აი რა რიტორიკა ქონდათ ძალიან ეტყობოდათ ხოლმე გააზრებული არ ქონდათ აი ამ რეფორმებს რასაც ატარებდა რისთვის ატარებდა რა მიზანს ემსახურებოდა ეს რაღაც ახლა პუნქტებია ჩამოწერი რომელიც უნდა შევასრულოთ რა მაგრამ ეს შესრულება რა მიზანს ემსახურებოდა შენ ას მოგიტანს და ამ მარტო ამ შესრულებაზე ხო არ არის ამის მიღმაც ხო უნდა გახვიდე ამის მიღმა სტრატეგიაც ხო უნდა გქონდეს და რაღაცა ჩემი გადმოსახედიდან ჩემი დაკვირვებით მათ რაღაცა ეს არ ქონდათ და რაღაცა ეს უბრალოდ სწორხაზოვნად მიუყვებოდნენ და მიუხედავად ამისა მაინც პროგრესი იყო იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოებაც ძალიან აქტიურად იყო ამ ყველაფერში ჩართული